ეს არის ჩემი პირველი ვლოგი YouTube-ზე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემეძლება ულიმინტოდ საუბარი თქვენთან და ყველაფრის გაზიარება რაც მომიდება, იმიტომ რომ სხვა პლატფორმები ამის საშუალებას არ გვაძლევს. ვარ ბათუმში, ჩემს სახლში, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი ხელფასით არის გარემონტებული და წარმოუდგენელი თანხებთან არის დაკავშირებული. ოღონდ მართლა და მართლა არ მჯერა რომ მე გავაკეთე, ანუ მართლა არ მჯერა და აი ზოგჯერ მაქვს ისეთი შეგრძნებები, რომ თითქოს აი რავი უკვე რამხელა ვარ და აი მეტი უნდა ვიმუშაო და მეტი ფული უნდა მქონდეს და რაღაც ვიღაცებს საკუთარ თავს ვადარებ თუ რაღაც, რაც ცალსახად არასწორი არის, არავის არ უნდა შეატარო საკუთარი თავი, მე მახსენდება, რომ ჩემით დამოუკიდებლად ბევრი რაღაც შევძელი და ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. 2 წელი არსად არ მიმოგზაურია იმ რეალობაში, სადაც ძალიან მიყვარს ბევრი მოგზაურობა. მოკლედ შევძელი ეს, რომ ჯერ სახლი გავარემონტე და ეხლა მანქანა ვიყიდე და მგონია, რომ ეს სურვილები არასდროს არ მთავრდება და ძლივს როგორც იქნა 2026 წელს გადავწყვიტე და ვთქვი, ახალ წელს ვთქვი, რომ ამ წელს არაფერ ფულს აღარ შევაგროვებ, იმიტომ რომ დავიღალე და მოდი ვიმოგზაურებ თქო და მივდიოდით კიდეც ვიეტნამში აპრილში ერთი თვით. მოკლედ ვერსადაც ვერ წავედი, იმიტომ რომ მოკლედ ომის გამო ფრენები გადაიდო. არის სადღაც პირველი საათი, ამ დროს გავიღვიძე, ხა იდეაში ინგლისურის ლექცია უნდა მქონდეს 12 საათი და გუშინ მაღვიძა დავაყენე და მე ჩავიხედე ჩატში და დაწერილი ქონათ რომ გვიცდებაო, კიდე კაი ჩავიხედე ჩატში და კარგად გამოვიწინე. გუშინ ბევრი ვიარე ფეხით, 11,000-ზე უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგი, რაც ბევრია ძალიან, მართლა. ნუ მოვიარე ყველაფერი. ანუ ჩემი ქუჩიდან რომ წავედი, ნუ რა პარკის წრეებით ვარტყი და მე იქით ძველბათუმშიც გადავედი და მოკლედ არ ვიცი, ვინც გუშინ გარეთ იყო ბათუმში, ყველა ვნახად დარწმუნებული ვარ და ნუ ზოგადად ბევრჯერ ვნახავთ მსგავს პოზაში, ესე ვთქვათ, ბათუმში, იმიტომ რომ როცა ბათუმში ვარ, ფეხით დავდივარ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ქალაქი ძალიან მიყვარს, ფეხით სიარული ძალიან მიყვარს და მოკლედ მარტოც დავდივარ, გუშინაც მარტო ვიყავი რა, თან კაი მუსიკებს უსვენ, თან ვფიქრობ, იდეები მომდის და ჩემთვის არის თერაპიასავით და ამ ყველაფერს არც თბილისში არ ვაკეთებ, ნუ გორში მით უმეტეს, ხო ძაღლი შეგჭამს გარეთ რო გახვიდე და მოკლედ ბათუმი არის ჩემთვის იდეალური ქალაქი ყველანაირად. კითხულობ გახლეჩილ აპრილს, ესე ქვია, ისმაილ კადარეს მაჩუკა ინამ. აი დღეს მორჩები უეჭველი. უეჭველი უნდა მორჩე დღეს, იმიტომ რომ ნიაკომ მათხოვა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი. ხახლა ჯერ ვერ გიხსნით მე ჯემალ ქარჩხაძე როგორ მიყვარს და მე ვერ გიხსნით ჩემთვის ამ წიგს რამხელა ძალა აქვს. ეს არის ზებულონი, ეს არის ჩემთვის, როცა მეკითხები ან შენი საყვარელი წიგნი რომელიაო, ვეუბნები რომ ჯემალ ქარჩხაძის ზებულონი არის მეთქი და წაკითხული მაქვს მხოლოდ ერთხელ. და ნიამ რო დადოს თორი, თვითონ ბათუმში რომ მოდიოდა მაშინ წაიკითხა ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მეტყოდა რომ მიდიო შენ წაიკითხე კიდევ ერთხელ და აი არ ვიცი როგორ წავიკითხავ მართლა. ვერ გიხსნით იმ შეგრძნებას, რაც ამ წიგნის მიმართ მაქვს. უდიდესი სიყვარული, ძალიან ტკბილი მოგონება, იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს ყველა ის ცრემლი, რაცაც ამ წიგნის კითხვის დროს ვყრიდი. და მოკლედ ალბათ რაღაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადმოვედი, როცა ეს წიგნი ჩემ ცხოვრებაში შემოვიდა. არ მიყვარს წიგნის შუაში გაწყვეტა ამ პარალელურ რეჟიმში კითხვა, იმიტომ რომ დამავიწყდება მე რა ხდება. კი არ მაქვს მე კაი მახსოვრობა. ამას ახლა ვამთავრებთ. ძალიან ცოტა პატარა არა 200 გვერდია და შემდეგ გადავდივართ ჩვენს მთავარ წიგნზე. ეხლა ავდგეთ, ყავა მომემზადოთ და მე ნუ სახლს მივხედოთ. დაალგებული არის სახლი, რა თქმა უნდა, დაულაგებელ სახლში ყოფნა ჩემთვის ტანჯვა არის, მაგრამ ნუ საწოლი ავალაგოთ, იატაკი მოვწმინდოთ, თეთრი იატაკი არასდროს არ გქონდეთ და რაღაცა ეგრე რა, თან წვიმს ბათუმში და ცოტა ცივა კიდეც და გათბობები რატო გაითიშა არ ვიცი, ეხლა ჩავრთე თავიდან. მოკლედ, ტერა, ვიწყებთ. დღეს მე და ინამ გადავწყვეტით, რომ გავაკეთოთ აჭარული ხაჭაპურები ცხოვრებაში პირველად. არასდროს არ გამიკეთებია და იმედი მაქვს, რომ გამოვა. მოდი ხა ისინი შევალაგოთ. ბათუმში მაქვს ძალიან ცოტა ნივთი. ძალიან ცოტა ხნით რო ვარ, თან ისეთი პატარა სახლია, რომ ბევრ რაღაც ნივთებსაც ვერ დავალაგებ აქ რა. ცოტა უნდა მქონდეს და საუკეთესო. აი მადუღარა არ მაქვს ხალხო, რა სირცხვილი არის, მადუღარა არ მაქვს, იმიტომ რომ მინდა სმეკის. და ჯერ ვერ ვიყიდე რა. რეალურად ძალიან მიყვარს სახლის ნივთების ყიდვა. უბრალოდ ეხა მანქანისთვის რომ ფულს ვაგროვებდი, მაგიტო აი ყველაფერი მანდ ჩავდე თუ რაღაც რა. ზართული არის დოლარის მოგროვება, ოღონდ მართლა მით უმეტეს ეხა სხვა ხარჯებიც ხო გაქვს ადამიანს რა, ანუ რა ვიცი, მეგობრის დაბადების დღეზე ეხა კიდე ნორმალური საჩუქარი აჩუქო, ანუ ყველაზე მინიმუმი ხო? იქ საწვავის თანხა გაქვს, თან მე სულ მოძრაობ და გადიხარ, გამოდიხარ, თან მე არ შემიძლია.
ანუ ესე ლობიანზე და რაღაცაზე ყოფნა რა, უნდა ვჭამო კარგად. ანუ კვებაში მეხარჯება ძალიან ბევრი ფული, იმიტომ რომ ჩემთვის კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. აი რაღაცნაირად აი კვების კულტურა მაქვს განვითარებული უმაღლეს დონეზე და ესე უბრალოდ რომ ვიღაცები წაცისხლიან, ხო იცი, ანუ ესე ხო ცხოვრობს ადამიანები რომ აი რაღაცა არა, ჩემთვის ეგ არის წარმოუდგენელი. ანუ კვებას ვერაფერს ვერ მოვაკალებ ვერასოდეს რა. ერთ-ერთი რაც შემიძლია რა შევიზღუდო, არის ეს რაღაც ნივთების ყიდვა. პარამპამ არ მშია საერთოდ წყალი მინდა გიჟივდი ჩემი ჭიქა სად არის დილით ვიღვეძებ ისეთი წყურვილით რომ ვერ გიხსნით ისე კი ჩვენ ოჯახში არ ვსვამთ ონკანის წყალს ეს არის წყაროს წყალი რომელიც მამაჩემმა მოიტანა ჩემთვისაც და ვსვამ ამას ოღონდ მე დღეში ვსვამ 3-4 ლიტრს უეჭველი და ну, ხვდებით ალბათ რომ ბევრი წყლის მოტანა დასჭირდება. ეს რამდენიანია ნეტ? ან ნახევრიანია, ან 700-იანი. ფიქრობ უფრო ნახევრიანი. 700-იანი კიდევ უფრო დიდია. ამას ვამ თლიანად დიდით. ანუ ეგრევე. დიდით როგორც გავიყვეთ, გამომშრალი გვაქვს თელი სხეული რა და მნიშვნელოვანია რომ პირველი მივაწოდოთ წყალი. რომ ამსჭირდება გამომუშავება, ხო? თავიდან ალბათ უფრო რთული არის და მეც იქზე გავიარე. ეხლა რო ვიღვიძებ, საერთოდ არ მახსოვდა ეხლა რომ აი მე ხა რუტინაში წყალი უნდა მქონდეს, ისეთი წყროდა რომ აი აზრი არ აქვს. აი ჯანსაღი ჩვეულებრივ ჩამოყალიბების მუღამიც მაგაში არის რეალურად რომ რაღაც პერიოდი, ანუ 1 თვე, 2 თვე ცდილობ, ანუ დებ რესურს იხსენებ, რაღაცნაირად აკეთებ რა, ანუ აი ჯინიანად რაღაცას აკეთებ რა. და დროთა განმავლობაში ხვდები რომ ამას რასაც ძალას ატანდი ეხლა ხდება ბუნებრივად და უკვე დროა რომ ახალი ჩვევა შემოიტანო შენ ცხოვრებაში რომ ძალიან ასწორებს რა აი დაიწყე თუ გინდა ჯანსაღი ცხოვრება დაიწყე წყლის დალევით აი ოღონდ მართლა ყოველ დილით უზმოზე დალი 1 ჭიქა წყალი 2 თვის განმავლობაში გააკეთე კალენდარი და მოინიშნე და მიყევი აი 2 თვეში შენ თუ თვალს გაახლა და წყალი არ გენდობება კისერი აი მომაჭერი და მიხვდები მე რომ ანუ კი აღარ დაგჭირდება იქ წყლის გამზადება და რაღაცა გახსენება და იქ რაღაც მონიშნა რაღაცა დროის და რესურსის სხვადასხვა რესურსის ჩადება ამ ყველაფერში ბუნებრივად მოხდება და მე ესე ნელ-ნელა შემოიტან შენს ცხოვრებაში ჯანსაღ ჩვევებს როგორც თუნდაც შაქრის ამოღება არის ყავიდან რა უბრალოდ ანუ თავიდან ცოტა დააკლებ არ მოგწევს და მე უკვე ცოტა ხანში ვერც კი ხვდები საერთოდ შაქრიანი ყავა რანაირად დალიო ამიტომ მეგობრებო, მოდით ჩემთან ონლაინ სესიებზე. ბევრ რაღაცას შევცვლით. იდეაში მე რასაც ვაკეთებ, რამე ჯადოსნური ჯოხი კი არ მაქვს და აბრაკადაბრა და ბრაღ. просто ადამიანს ვადრა мотиваციას რა, რომ შეიცვალოს. უკეთესი გახდეს. ისეთი გახდეს, როგორი პერსპექტივაც მას აქვს და ვიღაცას რო უყურებს კი არ შეშურდეს, იმიტომ რომ მიხვდეს, რომ ამ შორის უკან დევს მისი ამბიციაც და მისი შესაძლებლობაც, რომ თვითონ შეუძლო რომ ეგეთი იყოს და რო არ არის, მაგიტო შურს. თორე ისეთი ტიპის ვერ შეგშურდება, როგორც ვერ არსოს ვერ გახდები. მოდი ახლა ავავსოთ ჩემი ჯაკუზი. მართლა ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ეს აბაზანა გადავწყვიტე, იმიტომ რომ ყველა მეუბნებოდა, რომ ნუ არ გინდა ჩაწოლო დაგეზარება, გადააბიჯე, გადმოაბიჯე, არაკომფორტული იქნება და მოკლედ ანუ ძალიან ბევრი ჰეითერი ყავდა რა ამ იდეას და საბოლოოდ მე მაინც გავჩაჩხე ფეხები, რომ მეთქი ანუ იმენა მინდა ჩასაწოლი თქო რა. იმიტომ რომ ხა ჩემთანაც არ გქონია ჩასაწოლი არასოდეს და ეს მოკლედ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩასაწოლი აბაზანის გამოცდილება არასდროს არ მქონია რა. იმიტომ რომ სადაც ცხოვრობდით იქაც არ მქონდა, მე აქ გადმოვედით აქაც არ მქონდა ჩემებს და არც თბილისში არ მქონდა სტუდენტობის პერიოდში რომ ცხოვრობდი, მოკლედ ესე არ ვიცოდი რას ნიშნავდა, როცა ჩასწორდი გაქდა, ნუ მოკლედ ისეთი ჰეითი წამოვიდა, რომ მეთქი ხო ალბათ არ მინდა თქო, მაგრამ მაინც აი ჯინიანი რო ხარ, ხო იცი ადამიანი და მეთქი ჩემი სახლია, მე ვარ ემოტებ და როგორიც მე მინდა ისეთი იქნება თქო და მოკლედ მოვიფიქრე ესეთი ჩასაწორდი და ისეთი მაგარია. ეხა გორის ბინაშიც ესეთი გავაკეთებინე, მეთქი ამ კიდია, იმიტომ რომ პირადად მე არანაირი დისკომფორტი არ მექნება, არც მეზარება, რანაირად შეიძლება რომ მეზარებოდეს პირიქით. რიტუალი გახდა ჩემი, ეხლა ჩავარჭოფ იმას, საცობს. კაი ცხელი წყალი უნდა დავაგუბო, ჩავწვე, ვიწვე 1.5 საათი, დავლბე, ანუ ვგიჟდებ, რანაირად შეიძლება რომ ეს პროცესი იყოს ჩემთვის შემაწუხებელი, ანუ ცოტა უაზრობანი, მე დაბანაზე უფრო მეტად მერე პროცედურები მეზარება რა, ეს რაღაცა თმების შრობა და
კრემები და რაღაცეები, მაგრამ ნუ ვცდილობ რომ ბევრი პროდუქტი მანდაც არ შემოვიტანო და მარტივად გაიაროს მაგამ ბავმაც რა. აი არ ვარ იმ გოგოების კატეგორიაში, რომელსაც აქვთ რაღაც 10 ნაბიჯიანი სკინკეარი. სკინკეარი ძალიან მიყვარს, მეიქაპზე გაძლევით უფრო მეტად მიყვარს და სისტემატურად ვიყენებ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რამდენიმე პროდუქტი და ვსა. შრატი, C-ვიტამინი, დამატენიანებელი, აუცილებლად. დამატენიანების გარშე მე ვერ ვძრობ, იმიტომ რომ ისედაც მშრალი კანი მაქვს და ზოგადად არ მაქვს პრობლემური კანი, მოდი სიმართლე ვთქვა და არაფერი ვერ წავისვა. ისედაც კარგად მაქვს და ალბათ ამიტომაც ისე არ ვარ გაგიჟებული რაღაც პროდუქტებზე, მაგრამ რამდენჯერაც ჩემ ცხოვრებაში ვცადე ის, რომ აი 6 ნაბიჯიანი ყოფილიყო ჩემი რუტინა, ყოველთვის ვინანე. იმიტომ რომ რაღაცა გამომივიდა, რაღაცა გამონაყარი მქონდა, რაღაცა კანი არ მომწოდა, ამიჭრელდა. ანუ მე ვფიქრობ, რომ უფრო მარტივში არის გამოსავალი რა. არ ჭირდება ეს ამდენ კარგად უნდა დაიბანო, ზეთოვანით უნდა დაიბანო და მე კაფით უნდა დაიბანო, კარგად ღრმად ვიტენიანებ, კარგად. სა. ნუ ტურშის დატენიანება ხო ჩემი ცხოვრების ნაწილია. დანარჩენი უკვე რასაც ჩემი კანისთვის ვაკეთებ, ეს უკვე კოსმეტოლოგს ეხება რა, იმიტომ რომ გონი რომ ამ სახის რაღაცების ტიტყნას დიდად მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს, როდესაც გაქვს ძალიან მშრალი კანი. როდესაც ძალიან მშრალი კანი გაქვს, მით უმეტეს, როდესაც ირუჯები როგორც მე ავადმყოფურად და თან ზოგჯერ გავიწყდება მზის დამცავის წასმაც, ძალიან მნიშვნელოვანია კოსმეტოლოგიური ჩარევები. ოღონდ არ გულისხმობ იმას, რომ რაღაც ყილარები უნდა ჩაისვა, ხო? ეს არის ღრმად დატენიანება. ამიტომ ამას ყოველთვის ვაკეთებ. მე იმისა მივყედავთ, რომ ძალიან მწარეა ნემსების ჩარჭობა სახეში. მნიშვნელოვანია, ერთ-ერთ დღესაც ვაკეთებ მართლა, კარგად ვატენიანებ სახის კანზე. შიგნიდან ნემსებით, გარედან კრემებით. Всё. მოდი ხა ავასოთ წყალი. ეხლა ვიდა კაი ცხელი წყალი. ეს დავტოვოთ ესი. ვიწექი 1 საათი. ძალიან კაი იყო, აი ძალიან. ეხლა კრემები წავისვათ. ტანზე, აი ყელზე ძალიან მნიშვნელოვანია, აი აქ კარგად დავიტენიანოთ. თვები მაქვს გაპუწული და ესე მექნება ცოტა ხანი. თმის ზეთი. ესე. და ეხლა გადავიდეთ გვერდით, ჩემადამ მომწერა ყავა დაგიდგიო, გადავიდეთ ყავა დავლეთ, გადმოვიდეთ და მერე გავიშვათ თმა. მანამდე ცოტა კიდე შეშრება რა. ცოტა დავივარცხნოთ რა. ვიცი რომ არ შეიძლება სწორი თმის დავარცხნა, მაგრამ მაინც. აი. აუ ძალიან ბევრი თმა მომიჭრია რა არის. აი მართლა ძალიან ბევრია. მაგრამ არა უშავს, ეხა მაქვს ყველა თმის ღერი ჯანსაღი და არც ერთი მკვდარი და გამომშრალი, გამოფხუკული თმა. რაც უზრუნველყოფს იმას, რომ გაიზარდოს კიდე უფრო ჯანსაღი და თმა გამოიყურებოდეს ცოცხლად და არა მიმკვდარებულად. დღეს მოვამზადებთ აჭარულ ხაჭაპურს, მე და ინეს მოგვინდა დღეს და მე მივხვდით რომ სახლში ისეთ გემრიელს მოვამზადებ, რომ ვერსად ვერ შევჭამთ მსგავს. აქ მაქვს ცომი, ქვილი, რა თქმა უნდა, ყველი, 2 კვერცხი და კარაქი. ეს არის ჩემი პირველი ცდა და იმედი მაქვს რომ გამომივა. ეს უფრო მახინჯია და ინეს შეხვდება, ეს უფრო ლამაზია და მე. ეხლა შევდათ 200 გრადუსზე, რამდენიმე წუთით, სანამ არ მოიბრაწება, შემდეგ გამოვიღო და დავამატეთ კვერცხი. მე მიყვარს კვერცხით უკან შებრუნებული, იმიტომ რომ ძალიან თახლო კვერცხს ვერ ვჭამ. მე დამეჭმო. გამოვედი გარეთ. ჩემი გაკეთებული აჭარული ხაჭაპური არ მიჭამია და მინდა რომ 10,000 ნაბიჯი გავიარო დღესაც. ეს არის დღე 2. როდესაც ბათუმში ვარ, ამას ყოველთვის ვაკეთებ. იმიტომ რომ ქალაქი მიყვარს, მუსიკის მოსმენა და ჩემთვის არის თერაპიული და სხვაგან ამას ვერსად ვერ ვაკეთებ გარდა ბათუმისა. მიყვარს აქაური ყველაფერი, კედლები, ქუჩები. ყველაფერი მიყვარს მართლა, რაც ტრიალებს აქ, არის ჩემი და ძალიან
ძალიან რაღაც ხრმა ბავშვობას მოხსენებს თითოეული კიბე და თითოეული კედელი. არ ვიცი, ეს გრძნობა რანაირად შეიძლება რომ აგიხსნათ. მინდა რომ ყოველთვის ბათუმში ვიყო. მართლა და არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ამ ქალაქიდან სადმე სხვაგან უნდათ გადასვლა და წასვლა. ეხლა მოვედი სახლში. ხელები მაქვს გაყინული, ეს წყალი სულთავია და ძალიან გავიყინე და წამოვედი, 8 ნახევარი გავიარე, ეგეც კაი არის რა, აი ძალიან შემცირე, შეხედე როგორი წითელი, მოვედი სახლში. ჩავწექი. ცივაც, მინდა რომ კარგად გავთბე, ესეთი თბილისაბანი მივიფარე. აქ მაგხარაც უნდა წავიკითხო. შევეცდები რომ ესე პირველისკენ მაქსიმუმ 2-ისკენ დავიძინო. აბა ძილინებისა.